გაუმარჯოს ყველას. ეხლა მინდა აქ თქვენ ალბათ ჩემ ვიდეოებში ბევრჯერ შეამჩნევდით თბილისის დინამოს შარფი რომ იყიდი აქ. ბევრმა ვინც მე მიცნობს იცის რომ ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ და ამიტომ ეხლა ერთი ვიდეო მინდა ჩავწერო სწორედ თბილისის დინამოს თაობაზე. ვისაუბროთ ზირთად გუშინდელ მატჩზე, რომელიც საკონტროლო მატჩი გაიმართა, ანტალიაში იმყოფება გუნდი და ახალი სეზონის წინ საკონტროლო მატჩებს მართავს და არც თუ ისე სასიამოვნო შესახედი თამაში იყო ჩვენთვის გუშინ, შევხვდით შახტარს. შახტარმა ითამაშა თავის ძირითადი შემადგენლობით, ყველა თავის ძირითადი ლეგიონერი ყავდა და სამწუხაროდ თბილისის დინამო დამარცხდა დიდი ანგარიშით 7-2. ხო, პირველი ტაიმი მეტნაკლებად თანაბრად გაიმართა. დინამომ გახსნა ანგარიში მეორე წუთზე, ხარებაშვილმა, ახალწვეულმა გაგრადან გადმოვიდა ეს ფეხბურთელი დინამოში შაშანდელი სეზონის შემდეგ და ეს ნორმალური კომბინაცია გაითამაშეს და ხარებაშვილმა გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ რამდენიმე წუთი, 10-15 წუთი შახტარი ფლობდა უპირატესობას, რამდენიმე ესეთი მეტნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა და შეეწყო თამაშს დასაწყისიდანვე, რომ უკრაინელების გუნდი გაცილებით უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ძირითადად უცხოელები ყავთ, ხო? ჩვენი აზაროვიც თამაშობდა. ხო და გაათანაბრეს ანგარიში მალევე, მე 16 წუთზე აი ასე. ხო და მერე მოხდა ერთი მომენტი, როდესაც შახტარმა 2-1 გახადა ანგარიში, აქ უკვე შეცდომა. ეს არის ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ესეთი რაღაცა ბევრ ქართულ გუნდს ჩვევია რა. აი წარმოიდგინეთ, მიდის შეტევა, ხო? აი აქ სტოპ კადრი გავაკეთოთ. მიდის შეტევა და ყველა ფეხბურთელი, თავდამსხმელები, ნახევარმცველები იმათ საჯარიმოსთან ახლოს არიან, იქ თავდამსხმელები ცდილობენ შეირბინონ საჯარიმოში, ელოდებიან ჩაწოდებას და ამ დროს ფეხბურთელი რატომღაც გადაწყვეტს, რომ მოდი ახლა შევწყვეტ მე ამ შეტევას და უკან დავაბრუნებ ბურთს. აი რისთვის? გაუგებარია აბსოლუტურად ესეთ შემთხვევაში. რა ლოგიკით იმოქმედა ფეხბურთელმა, როდესაც გადაწყვიტა, რომ არ ჩაეწოდებინა საჯარიმოში, არ გაემწვავებინა სიტუაცია და განემუხტა სიტუაცია და უკან დაებრუნებინა. თან როცა უკან აბრუნებ ბურთს, ასეთ დროს ეგეთი მაღალი დონის გუნდს როცა ეთამაშები, შენ გონია ის ფეხბურთელი წინ რო გიდგას თავს განებებს, უკან რომ მოტრიალდები, გავიწროებს ეგრევე, რომ შეცდომის პატარა დრო დაგიტოვოს გადაწყვეტილების მიღების და შეცდომის ალბათობა გაზარდოს. ამასობაში მეორე ფეხბურთელი ავიწროებს იმას, რომელსაც შენ უკან უნდა გადააწოდო ბურთი. და ზუსტად ეს მოხდა. და საბოლოო ჯამში ყველაფერი დამთავრდა აი ასე. ავტოგოლი. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ერთმა ფეხბურთელმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო ნიკა ნინუა, რომელსაც შეუძლია გრძელი პასების კეთება. ყველაზე დასანანი ზუსტად ეს არის. ერთ-ერთი მისი ძლიერი თვისება არის გრძელი პასები. და მეორე ტაიმში ერთ მომენტში გამოჩნდა კიდევაც ეს, რომ როდესაც თუ ორ მომენტში გაჩვენებთ ერთ-ერთ მომენტს ასეც. და აქაც შეეძლო, რომ ჩაეწოდებინა საჯარიმოში, გაემწვავებინა სიტუაცია და ესე არ დამთავრდებოდა ამბავი, მაგრამ სამწუხაროდ ესე დამთავრდა რა. 1-2. ამის შემდეგ დინამომ ისევ გაათანაბრა ანგარიში, უკვე შახტარის მცველები შეცდნენ, შეუცდომელები არც ისინი არიან, თუ პრესინგს ეთამაშები და ავიწროვებ და ეს რაღაცა მოხდა. პირველ შემთხვევაში გადარჩნენ შახტარის ფეხბურთელები და მეორე შემთხვევაში ასე აშკარა შეცდომა და იქ იმ მცველს როგორც ჩანს თავისიანი ეგულებოდა და პირდაპირ მიაწოდა ბურთი ბარნს ოსეის, რომელმაც შორიდან გაათანაბრა ანგარიში. ხო, პირველ ტაიმშივე გაიტანა მესამე გოლი შახტარმა პენალტით. ხო, იყო პენალტი, ნამდვილად ვერაფერს ვერ იტყვი. და 3-2 დამთავრდა პირველი ტაიმი და იმედი ჰქონდა, რომ მეორე ტაიმშიც რაღაცა მსგავსი ბრძოლა გაიმართებოდა, მაგრამ როგორც ჩანს შესვენებაზე მცველმა მწვრთნელმა კარგად დაუცაცხადა შახტარის ფეხბურთელებს და უთხრა, რომ თლათ ეგრე არასერიოზულადაც ნუეკიდებით მაგ გუნდსო და მეორე ტაიმის დასაწყისშივე 2 გოლი გაგვიტანა შახტიორმა, ორივე შორიდან დარტყმით. 4-2 რო გახდა, უკვე ყველაფერი ნათელი გახდა ამის შემდეგ რა. ამის შემდეგ უკვე დინამო გადავიდა შეტევაზე უფრო აქტიურად და ბუნებრივია დაცვა მოშიშულდა ასე შემდეგ და მოკლედ საბოლოო ჯამში ეს 7-2 დამთავრდა ეს მატჩი. აი ეს ის მომენტი არის, როდესაც ნიკა ნინუამ
გრძელი პასით 1-1-ზე გაიყვანა ბარნს ოსეი. ოსეი იყო მე მგონი, თუ არ ვცდები. ხო, მაგრამ ნუ დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ხო, ნუ აი ასე დამთავრდა ყველაფერი, სამწუხაროა ძალიან, რა თქმა უნდა ეს დიდი ანგარიშით წაგება, მართალია დიახ. შახტარი ნამდვილად უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ ასეთი ანგარიშით წაგება მართლა მაინც დასანდანია. შემდეგ საკონტროლო მაჩს დინამო გამართავს 10-ში ლატვიურ აუდასთან და იმედია ცოტა ხასიათს გამოიკეთებენ ბიჭები და ჩვენც გამოვიკეთებენ ცოტათი ხასიათს. და ბოლოს რა მინდოდა მეთქვა, რომ ზოგადად მინდა ვისაუბრო საკლუბო ფეხბურთზე რა. ბევრი ადამიანი დღევანდელ საკლუბო ფეხბურთს უყურებს 70-იანი წლების გადმოსახედიდან. და ამბობს, რომ აი მაშინ რამაგრები ვიყავით, ლივერპულს ვამარცხებით 3-0 და დღეს კიდე აგერ შახტართან 7-2-ს ვაგებთ. ხალხო, იქნებ თეორიულად მაინც ავუღოთ ალღო საკლუბო ფეხბურთს რა, სანამ პრაქტიკაში განვახორციელებდეთ ამას. 70-იანი წლების გადმოსახედიდან არ შეიძლება დღევანდელ საკლუბო ფეხბურთს რო უყურებ. იმიტომ რომ აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული სამყაროებია ეს 70-იანი წლების საკლუბო ფეხბურთი და დღევანდელი. 70-იან წლებში ფულს ამ ხელამნიშნულობა არ ქონდა. დინამომ რო 3-0 მოუგო ლივერპულს, დინამოში თამაშობდა ყველა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. ყველა. ვინც კი საქართველოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ყველა დინამოში თამაშობდა. და ლივერპულში არც ერთი ლეგიონერი არ იყო, არც ერთი. ერთი შოტლანდიელი ყავდათ, მე მგონი, ის ლეგიონერად არ ითვლება ინგლისში. ხო და ნუ აი ხა წარმოიდგინეთ, დღევანდელი ლივერპული შეადარეთ, ეხლა მაშინდელ ლივერპულს, ხო? დღევანდელი დინამო კიდე. დღევანდელ დინამოში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელებიც კი არ თამაშობენ, რო აღარაფერი ვთქვათ უცხოელ ლეგიონერებზე და ლივერპული კიდე იმ დონის გუნდებს შორის არის, რომელსაც საუკეთესოები მიყავს მთელი მსოფლიოდან. ბრაზილიიდან იქნება ის თუ არგენტინიდან. დღეს ყველაფერი გახდა ფული. იქნება ფული, იქნება გოლები უფრო ადვილად გავა. მე მახსოვს ერთი ინტერვიუ ნახე, შოთა არბელაძემ აუღო ინტერვიუ ედვინ ვანდერსარს. ცნობილი ჰოლანდიელი მეკარე რო იყო, მე აიაქსში მუშაობდა რაღაც პერიოდი. ეხლაც მუშაობს თუ არ ვცდები თუ არა. თქვა ესეთი რაღაცა, რომ რა თქმა უნდა ფული ყოველთვის გოლს ვერ გაიტანს, მაგრამ როდესაც ფული გაქვს, გოლის გატანა უფრო ადვილიაო და ეგ არის ზუსტად რა. შახტარს აქვს ფული, ამიტომ გოლები უფრო ადვილად გაქონდა. ფული რო გაქვს, შესაბამისად უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელებიც ყავს. მთელი მსოფლიოდან შეგიძლია თან განუსაზღვრელი რაოდენობით ლეგიონერების წაყვანა. და შესაბამისად გოლებიც უფრო ადვილად გააქვს რა, ეგ არის. დინამოში და ქართულ გუნდებში იქნება მეტი ფული, იქნება უკეთესი თამაშები და იქნება უფრო მეტი გატანილი გოლი. არ იქნება და ვიქნებით ესე რა, სამწუხაროდ ასე არის. ნუ ვსჯელობთ თანამედროვე საკლუბო ფეხბურთზე 70-იანი წლების გადმოსახედიდან. დავივიწყოთ ის პერიოდი, აბსოლუტურად სხვა სამყარო იყო ის. დღეს არის აბსოლუტურად სხვა სამყარო, რომელსაც ალღო უნდა ავუღოთ. ჯერ თეორიულად უნდა ავუღოთ ალღო და ამას მივხვდეთ, რომ მე რამენერად იქნებ პრაქტიკაში გავატაროთ რა. მამასობაში კიდე ჩვენ ყველანი ჩვენ საყვარელ გუნდებს უგულშემატკივრებთ, სხვა რა დაგვრჩენია, ხო? ხო და 10 თებერვალს არის დინამო თბილისი აუდა ლატვიის. ამის შემდეგ 13-ში კიდე ერთ უკრაინულ გუნდს შეხვდებიან ვერეს რივნეს და შემდეგ ორი თუ არ ვცდები შუააზიური ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან არის კიდე ორი გუნდი. ხო, მოკლედ აი ესეთი ამბებია რა.